არის თუ არა დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები და რამდენად კონტროლდება პროდუქტის ხარისხი? საქართველოს ხარისხის ფონდის ხელმძღვანელი გიგლა კუნჭულია ჩვენი სტუმარი. ბატონ გიგლა, მოგესალმებით. ხარისხის ასოციაციის ხელმძღვანელი ბრძანებით. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ბატონ გიგლა, ხარისხის თემა ყოველთვის აქტუალურია და აქტუალობას არასდროს არ კარგავს. ბაზარზე რამდენად ხარისხიანი პროდუქცია იყიდება დღეს? ძალიან რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლო წლებია ბაზარი აბსოლუტურად კონტროლს აღარ ექვემდებარება, თუმცა წინა წლებშიც, ანუ წინა საუკუნეს გულისხმობ ამ შემთხვევაში იყო მცდელობები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ დღესაც ჩვენი სამოხმარებლო ბაზარი წარმოადგენს უხარისხო პროდუქციის პოლიგონს. რა პრობლემას ვაწყდება ამ კუთხით? იდგმება, რა თქმა უნდა, იდგმება. მოდით სამოხმარებლო ბაზარს ნუ განვიხილავთ მხოლოდ სასურსათო პროდუქტების ბაზრად და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სურსათისთან დაკავშირებით ხელისუფლება გამოიჩინა ძალიან სერიოზული ყურადღება, შექმნილია სამსახური, იხვეწება ამ სამსახურის ხარისხი და ატარებს ზომებს, ამასთან ერთvis ის ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა და თქვენ იცით ჩვენი სწრაფვა, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირში. ჩვენი ასოციაცია კონკრეტულად ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო არ გახლავართ, ჩვენ ვართ ხარისხის განვითარებაზე ზრუნავი ორგანიზაცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ხედვა ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია და არაერთგზის დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა გქონდეს ეროვნული პოლიტიკა ხარისხის სფეროში, ჩვენ მზად ვართ, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ დავწეროთ ეს პოლიტიკა. ხაი რა პოლიტიკა, მოკლედ რო გითხრათ, ის ძირითადი მესიჯები თქვათ. ძირითადი მესიჯი არის quality of life, ეს არის ცხოვრების ხარისხი, ცხოვრების დონე. ცხოვრების ხარისხი არის განსაზღვრელი და მთელი მეთოდიკა შემუშავებული იმისა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ცხოვრების დონე ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ქალაქში. ეს არის ძალიან სერიოზული მიმართულება და აქედან გამომდინარე მივაჩნია, რომ აი ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა. რა არის ეს კონკრეტულად? კონკრეტულად ეს მოიცავს თითქმის ყველა იმ სფეროს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მის ხარისხზე. რა სფეროებია ეს არის მიმართულებები, ეს დაწყებული აი ჰაერიდან, რომ ჰაერი იყოს ნორმალური, წყალი, სასვენი წყალი. უნდა მიექცეს ამას ყურადღება. ეს გახლავთ ხარისხი მშენებლობაში, ხარისხი ჯანდაცვაში, რა თქმა უნდა, ეს ხარისხიანი ქება. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია გაქვს. რამდენ კომპანიას აქვს ხარისხის ნიშანი დღეს? ჩვენი ერთ-ერთი პროექტია ხარისხის ნიშანი და 140-ზე მეტ კომპანიას აი ამ პროგრამის დაწყებიდან მიენიჭა ხარისხის ნიშანი. ოღონდ ხარისხის ნიშანი ერთჯერადად არ ენიჭებათ, ანუ ყოველწლიური საინსპექციო კონტროლია და აი ამ კონტროლის შემდგომ და აი წლების განმავლობაში დაახლოებით 9, ანუ 50%-ს აღარ გაუგრძელდა ხარისხის ნიშანი. რამდენად მზარდია თავად უკაცრავად ბექა, მზარდია თავად კომპანიების ინტერესი, რომ მიიღონ ეს ხარისხის ნიშანი. თუ თავად გიწევთ გარკვეული ჩართულობა ამ კუთხით? რა თქმა უნდა, ჩართულობაც გვიწევს, არის ინფორმაციის მიწოდება და დარწმუნება ბიზნესის იმაში, რომ ადგილობრივი ავტორიტეტული ამ შემთხვევაში ხარისხის ნიშანი ორ ფუნქციას ასრულებს. ერთი არის ის, რომ ეს არის ერთგვარი გზამკვლევი მომხმარებლისათვის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ესაა წარმატებული ბიზნეს საქმიანობის გამოვლენა. დიახ, ბატონ გიგლა, სწორედ მინდოდა მეკითხა, თვითონ მე მგონი კომუნიკაციის პრობლემაც არის რაღაც დონეზე, იმიტომ თქვენ ახსენეთ 150 კომპანია, რომელსაც აქვს მინიჭებული ხარისხის ნიშანი და ანუ საზოგადოებამ ფართო მასებმა ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და არ იცის ეს კომპანიები, რომელთაც აქვს ხარისხის ნიშანი. ანუ ის კომპანიები ამ თავის ხარისხის ნიშანს, რომელსაც მიღებული აქვს, ასე ვთქვათ, არ არეკლამებს. ეს დატანილი უნდა იყოს თუ არსები ეტიკეტზე. რამოდენიმე კომპანიას, არა საკმაოდ ბევრ კომპანიას უკვე ნიშანდებაზე აქვს ხარისხის ნიშანი. წითელი
Q-ს ვეძახით, Q სიმბოლო ხარისხის არის სიმბოლო მთელ მსოფლიოში. ჩვენი დროშის ფერებში შევარჩიეთ, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას რაღაც დამახასიათებელი. კონცერტში შეგიმჩნევია ხო პროდუქტებს? კი, სხვათა შორის ერთი პერიოდი ვაკურდებოდი კიდეც კი. იყო ასეთი. აი მომხმარებელი ეს ეხლა მომხმარებელზე ცნობიერებაზე რა თქმა უნდა სამუშაო ამ შემთხვევაში მედიასაც თავის სერიოზული როლი აქვს. ესეც გარკვეული ხარისხია. დიახ, რა თქმა უნდა. ეხლა მეორე მხრივ ხარისხი, ეხლა აი ამ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ ხარისხზე ზრუნვა არ არის მხოლოდ ვთქვათ კომპანიების საქმე. კომპანიები რომ აი ამ კონკურენტულ გარემოში ეძებენ ყოველმხრივ იმ საშუალებებს რომ თავიანთი პროდუქცია უფრო წარმოაჩინონ ეს ფაქტია. მეორე მხრივ ხელისუფლებამ ხარისხზე სერიოზულად უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის კეთილდღეობა. კეთილდღეობისკენ სწრაფვა სწორედ შესაძლებელია ხარისხის სხვადასხვა სფეროში. თავად მოსახლეობაც უნდა იყოს ამას ჩათვლას, რომ ხარისხიანს მოითხოვს. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, იმიტომ რომ თუ მოთხოვნა არ გაჩნდა ხარისხზე, ეს წარმოება. აი მომხმარებლების უფლებები რამდენად დაცულია ბატონ გიკლემ წარმოებულთა თქვათ მიკითხვით უხარისხო პროდუქტის შეძენისას. მოდით ვთქვათ ის რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთ პარადოქსული ფაქტი მოხდა რომ საერთოდ გაუქმდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი. ეხლა შემუშავების სტადიაშია და მე მჯერა რომ ძალიან მალე ეს კანონი ამოქმედდება და პირველ რიგში მომხმარებელის უფლებებზე ორიენტირებული კანონი გვექნება, რომელიც არ იქნება მხოლოდ კანონი, არა თვითონ ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი და ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამას. იგივე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში, ნებისმიერ მშენებლობაში, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, როცა ვერ მიიღებს მომხმარებელი მომსახურებას, იქ სხვა სისტემაა და ისეთი კანონმდებლობაა, რომ ის არის დაცული და მან შეუძლია მიიღოს კომპენსაცია თან სერიოზული თანხები. ამიტომ კომპანიებს ურჩევნიათ რომ მიაწოდონ მათ ხარისხიანი. და ფასიც განსხვავებულია ხარისხიანი პროდუქციის და უხარისხო. რა თქმა უნდა არის განსხვავება და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სოციალური ფონი ისეთია მაინც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ფასზე ენიჭება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ფაქტია ესეთი, როდესაც ორჯერ სამჯერ ძვირი უწევს შედგომ მომხმარებელს რომ გადაიხადოს იმ პროდუქტში, რომელიც შეიძინა იმ უხარისხობის გამო. ბატონო გიგლა, მე მაინტერესებს ის კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ მინიჭებული ხარისხის ნიშანი, რამდენად აგრძელებენ თქვენთან ურთიერთობას? რა თქმა უნდა, აგრძელებენ. უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ საინსპექციო კონტროლი ჩატარდეს. ანუ სისტემატურად მოხდება. სისტემატურად და თქვენ თავად თუ ითხოვენ ხარისხის შემოწმებას? ითხოვენ, სხვათა შორის არის უკვე წამოვიდა ესეთი საწარმოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმაში, რომ თვითონვე დარწმუნდნენ თავიანთი პროდუქციის ხარისხიანობაში. გადასახადი ბევრია? გადასახადი საწარმოოდან და ორგანიზაციის სიდიდიდან გამომდინარეა და იმ სამუშაოებიდან, რაც უნდა ჩატარდეს. თქვა შეიძლება ორგანიზაცია იყოს მცირე, მაგრამ თქვათ ფილიალები კონდეს ბევრი. აი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ ერთი რამ მინდა აღვნიშნო ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ქვეყანა თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რომ ჩვენ გახლავართ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში და ჩვენი კოლეგები ძალიან ხშირად უკვე გთხოვენ ამა თუ იმ კომპანიაზე ინფორმაციის მიწოდებას. მეტიც ჩვენ შეიძლება დავაყენოთ საკითხი აღიარებაზე ჩვენი ხარისხის ნიშნის რამოდენიმე ქვეყანაში. იმიტომ რომ აი ესეთი მოთხოვნა წამოვიდა. ეხლა ეს მეთოდა მეკითხო ბატონო, თუ კომპანია, ქართული კომპანიას არ აქვს ხარისხის ნიშანი საქართველოში, თქვენი კომპანიის მიერ მინიჭებული ასოციაციის მიერ, ის მიიღებს ევროპის, თქვათ, ხარისხის ნიშნის რომელიმე ქვეყნიდან ამ სერტიფიკატ სტანდარტს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჯილდოები და სერტიფიკატები არსებობს და ამის მიღება პრობლემა არაა და ნებაყოფლობითია, მაგრამ ყურადღებას აქცევენ, აი ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქცევენ. ჩვენს თანამშრომლობაზეც რომ ვისაუბროთ, ბატონ გიგლასთან ჩვენ არ ხარისხის კონტაქტს, ის აუცილებლად იქნება კიდევ ჩვენი სტუმარი, რას შევთავაზებთ ჩვენ მაყურებელს თქვენთან ერთად?
ჩვენ შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიახლეს ხარისხის სფეროში, განსაკუთრებულ ყურადღებას მივანიჭებთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ წარმოებას. ჩვენ ვართ გულშემატკივრები ადგილობრივი წარმოების და გვიხარია, როდესაც ახალი საწარმო თუ ორგანიზაცია იქნება საქართველოში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილ სხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქციას არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ განვიხილავთ ძალიან ბევრ თემას, ალბათ იმასაც უფრო გავშლით თემას იმის შესახებ, თუ როგორ ვანიჭებთ ხარისხის ნიშანს ამა თუ იმ კომპანიას. ჩვენ გვაქვს სხვა საინტერესო პროექტები, იგივე ევროპის ხარისხის კვირეულს ვატარებთ საქართველოში. აი, სწორედ ამაზე მინდოდა კითხვის დასმა. რას გულისხმობს ხარისხის იმართება და რას გულისხმობს? ხარისხის კვირეული ძალიან 56 წლიდან არსებობს ევროპის ხარისხის ორგანიზაცია და პრაქტიკულად ხარისხის კვირეული იღებს სათავეს აი ამ 60-იანი წლებიდან და ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ინიციატივით ნოემბრის ყოველი მეორე კვირის ხუთშაბათი დაარსდა ესე მსოფლიო ხარისხის დღეთ არის გამოცხადებული. და რა ღონისძიებები იქნება? წელს უწევს 13 ნოემბერი. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, კვირეულის გახსნა, კვირეულში ჩაერთვებიან ხარისხის ნიშნოსანი კომპანიები, ქართული კომპანიები, არანიშნოსანიც, გვექნება საზეიმო მიღება, დაჯილდოება ხარისხის ნიშნით და ერთი საინტერესო პროექტის პრეზენტაცია. ეს არის Smile Service, აი მომსახურების დონეზე თუ ვიზაუბრებთ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ართ სახარბიელო მდგომარეობა და ჩვენ გვინდა მდგომარეობის გამოსწორება და არა მხოლოდ აი Smile Service, ანუ ღიმილით მომსახურება გულისხმობს მთელ სპექტრს მომსახურების, რა თქმა უნდა ეს ღიმილით იწყება. დილად ღიმილით უნდა დაიწყოს დასანერგია ალბათ საქართველოში. აუცილებლად. სწორედ დაუთმობთ იმ პროდუქტიულ დროს და აუცილებლად დავნერგავთ კიდეც საქმეები. ბატონო, კვირეული რომელიც იმართება წელს პირველად იმართება თუ? არა, ჩვენ ჩავატარეთ ეს კვირეული, მაგრამ წელს გვინდა რომ აი რაღაცნაირად უფრო ყურადღება მოვიმოოთ ამით, რომ ხარისხზე მეტი ვილაპარაკოთ, ხარისხზე მეტი პრომოუშენი გავაკეთოთ ხარისხის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეს ყველაფერი იყოს. რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელშიც გააჩენს აი სწორედ აი ამ მოთხოვნას ხარისხთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს რომ ჩვენ სამომხმარებლო ბაზარი გაჯერდება ხარისხიანი პროდუქციით და მომსახურებით. ჩვენც ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამის. ბატონი გიგლა კუნჭულია დღეს ჩვენი სტუმარი, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენ და შევხვდებით კიდევ ერთმანეთს საქმიან დილაში. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.